გამარჯობა, მე და დათუთამ დღეს წიგნების გათამაშება უნდა შემოგთავაზოთ და თან გეტყვით ამ ასაკში რა წიგნები მოსწონს დათის განსაკუთრებით. ანა და ნიკო ფერმას სტუმრობენ და ხმოებს ეფერებიან. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ პატარა წიგნით. შეიჭრით ფერმაში, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა დღეში რამდენჯერმე ვკითხულობ. დღეს პოს დაბადების დღეა. ძალიან უყვარს პიდაპოს წიგნები. ძალიან ლამაზი ილუსტრაციები აქვს ამ წიგნს. პიდაპო არის ზოგადად პირველი ამბები აი ამ სერიიდან. დათუს ასევე ძალიან მოსწონს წიგნები მოძრავი ნახატები. ნახეთ აი რო გადაშლის ბავშვი ზოგადად სამოძრავო გვერდებია და ეს მოტორიკის განვითარებაშიც ეხმარება. ასევე ძალიან უყვარს მანქანებზე წიგნები. ამ წიგნში მაგალითად ისეთი სახეობის ტრანსპორტი წერია, რომ შეიძლება დიდებმა არ ვიცოდეთ ბევრმა, მაგრამ დათის მაინც ძალიან მოსწონს ტრანსპორტზე ყველანაირი წიგნის დათვალიერება. გვაქვს ასევე დიდი ხმოვანი წიგნიც, რომელიც 12 თვიდან შემოდის. აქაც ძალიან ლამაზი ილუსტრაციებია და პლუს თითოეული ცხოველი ხმას გამოსცემს, აი აქ თითს რო დავაჭერთ. ასევე ამ ასაკის ბავშვებს უკვე აქტიურად სჭირდებათ აი ესეთი ფერებისა თუ სიტყვების სასწავლი წიგნები. ამ სერიებში წიგნები მოძრავი ნახატებით და ასევე ხმოვანი წიგნი სხვა წიგნებიც არის და პირველი ამბები ხო ძალიან ბევრი. ახლა რაც შეეხება გათამაშებას, მე როგორც გითხარით, დათის საყვარელი წიგნები არის პიდაპო და ზუსტად ეს სამი წიგნი მინდა რომ გაჩვქოთ ორ თქვენგანს. ერთს ინსტაგრამზე და ერთს ტიკტოკზე. ორივე გამვიდება ამ ვიდეოს და მეყოლებათ ცალ-ცალკე გამარჯვებული, რომელსაც 25 ოქტომბერს, ანუ ზეგ ავირჩევ. რა თქმა უნდა, შემთხვევითობის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილეობისთვის უნდა გქონდეთ ნანახი ჩემი პირველი ვიდეო, რომელიც დათის წიგნების შესახებ გავაკეთე და რამდენიმე დღის წინ დავდე და იქედან გისვამთ ახლა კითხვას. ჩხარუნა წიგნების სერიიდან რომელი წიგნი აქვს დათის, რომელი ჩხარუნა? დამიწერეთ ამ კითხვის პასუხი კომენტარებში. მაგით მივხვდები რომ თქვენ გყავთ პატარა და გინდათ გათამაშებაში მონაწილეობა. მე წიგნებს ონლაინ ვყიდულობ ხოლმე და პირდაპირ თქვენს მისამართზე გამოვაგზავნი მაღაზიიდან.